მოგესალმებით. აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას. ამჯერად გიერთდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ ვიმყოფებით კვირიკეს მეურნეობის დასახლებაში. ალბათ კადრში ხედავთ გზას, რა მდგომარეობაში არის ატალახებული და ფაქტობრივად ეკალბარდით არის დაცული, დაფარული ეს ტერიტორია. ალბათ ვერ იფიქრებთ, რომ აქ არის სამანქანე გზა და ამ გზით დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს და ამის შესახებ აჭარა თაიმსი წერდა დაახლოებით 1 კვირის წინ. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ამავე სოფლის გამგებელმა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა კომენტარი დაგვიწერა, რომ პრობლემა, რასაც აჭარა თაიმსი აშუქებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამიტომ ამოვედით სოფელში, რათა უკეთ გიჩვენოთ უკვე ვიდეო კადრების მეშვეობით, თუ რა მდგომარეობა არის სოფელში, ასევე ვკითხოთ აქ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რას ფიქრობენ ისინი. ხედავთ, რომ მზიანი ამინდია, თუმცა გზის ზედაპირი კვლავ წყლის გუბეებით არის დაფარული და ასეთი გზა წლების განმავლობაში არსებობს აქ, რის მოგვარებასაც ითხოვენ ადგილობრივები, თუმცა როგორც თავად ამბობენ, დაპირებებს მხოლოდ წინა საარჩევნოდ ისმენენ. ამ გზის გარდა ამ სოფელში პრობლემა არის ასევე სასმელი წყალი და გარე განათება, რომელიც არ არის ამ დასახლებაში. უფრო მეც აქ მცხოვრებლები გვეტყვიან, ეტაპობრივად მათ მოსაზრებებს მოვისმენთ და მათგან ასევე გავიგებთ იმას, თუ რა ტიპის დაპირებებს ისმენენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, ჩვენ ამოვედით სოფელში იმისთვის, რათა გაგვეგო რა მდგომარეობა, კერძოდ მთავარი პრობლემა არის სასმელი წყალი და ასევე სამანქანე გზა. გითხარით, რა პირობებში გადაადგილდება აქ 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენ კარგად ხედავთ, რომ გზა წყობიდან გამოსული, ამორტიზირებულია 200-ზე მეტ ოჯახს გვიწევს ასეთ გაუსაძლეს პირობებში ცხოვრება, არ არის სოფელში წყალი, არ არის განათება, გზაზე ხო საუბარი ზედმეტია და ამიტომ გვიწევს შემოვლითი გზებით სარგებლობა უმეტეს ოჯახს. არის დაპირებები, რა თქმა უნდა, არჩევნების წინა პერიოდში, რომ გააკეთებენ გზას, შემოგვიყვანებენ წყალს, მაგრამ არჩევნები ჩაივლის და დაპირება რჩება. 21 საუკუნეში სირცხვილია, რომ ადამიანებმა ასეთ თემებზე ვისაუბროთ. აქ მაცხოვრებელ ოჯახებს ტაქსისტები, ანუ ტაქსის მძღოლები ეზარებათ რომ გამოყვენ სახლამდე, ზოგჯერ სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ადგილამდე ვერ მიდის და პაციენტამდე ვერ მიდის უგზოობის გამო. იქნება მოგვაქციონ ყურადღება და რა გახდა ამ გზის დაასფალტება, მოპირკეთება, რომ ხალხმა ცოტა ამოვისუნთქოთ. როცა მიმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტს, მათგან რა პოზიცია არის, რას გეუბნებიან, რატომ აქამდე ვერ დაიწყო ამ გზის რეაბილიტაცია? როდესაც ჩვენ მივმართავთ ასეთი თხოვნით, მათგან არის იგივე დაპირება, მეტი არაფერი, რომ არჩევნები მოვა, ჩათვალეთ ეს გზა, თქვენ გაქვთ. და ჩაივლის არჩევნები და არაფერი არ ხდება მის შემდეგ. მდგომარეობა თვითონ გზაზე როგორი არის? სუბუქი მანქანებით ალბათ გადაადგილება ჭირს, ხომ? რა თქმა უნდა, სუბუქი მანქანებით გადაადგილება ჭირს და მაღალ გავავლობის მანქანებსაც უჭირს და სუბუქ ავტომობილებზე გამავლობა ხო ხდებით ახლა როგორი სიტუაცია და ამიტომ მოვითხოთ და ვთხოვთ ხელისუფლებას მოგვაქციოს ყურადღება, შემოგვიყვანოს წყალი და გაგვიკეთოს გზა. 200-ზე მეტი ოჯახი სარგებლობთ ამ გზით. ბობოყვათელებისთვის ეს არის ყველაზე უახლოესი დამაკავშირებელი გზა ქალაქთან და ამ უგზოობის გამო გვიწევს 5 და 10 კილომეტრით მეტი გზის გავლა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა ხდება ამ სოფელში და რამდენი წელია რაც ითხოვთ ამ გზის მოწესრიგებას, მათ შორის გარე განათების მოწყობას და რა თქმა უნდა სასმელი წყლის მიწოდებასაც. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. კომუნისტების დროიდან ეს გზა არსებობდა და სარგებლობდით. მას მერე არაფერი არ გაკეთებულა. აქ უკვე ხედავთ მოსახლეობამ სახლების შენებობა დაიწყო, წყალი არა აქვთ. დენი არა აქვთ, წყალი საკუთარი ძალებით საღაციდან მილები, რეზინს მილებით მოიყვანეს და ის წყალი დაილევა თუ არ დაილევა, იგიც საჭოა. განათება არ არის, გაზზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. საავტომობილო გზები ისე არის, რომ აქ თუ დიდი მანქანა გაივლის და მაღალი გამავლობის მანქანა გაივლის, თორემ შეგვიძლია გაჩვენოთ ის ადგილებია ესეთი, სადაც მაღალი გამავლობის მანქანასაც უჭირს გავლა. ასე რომ დაპირებები ბევრია, არაფერი არ გაკეთდება.
კომუნისტების მერე აქ ერთი კენჭი არ მოტანილა და არ დაუგდია ვინმეს. როცა მიმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რას ამბობენ ისინი, რატომ ვერ აწესრიგებენ გზას? დაპირებად რჩება. გვეუბნებიან რომ კი, ახლა გავაკეთებთ, ახლა იქნება ჩაისმება ბიუჯეტში, ახლა ეს და არაფერი. თავდება ამით. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით ბატონო, აბა რას ფიქრობთ, რა პირობებში ცხოვრობთ აქ ადგილობრივები? გამარჯობათ, ძალიან გაუსაძილსი პირობები გვაქვს, როგორც მოგიხსენებათ, აი ჩვენმა მეზობლებმა აღნიშნეს, ანალოგიური სიტუაცია რა, არ არის წყალი, არ არის გარიგანათება, არ არის გზა და რა ვიცი, 21 საუკუნეში მართლაც სამარცხვინო ფაქტის ინახება. მეტის ხანეთი რა უნდა ვთქვა, რა ვიცი, რა ვთქვა. გზა ძალიან ავარიულია, ხომ განსაკუთრებით მსუბუქ ავტომობილებს უჭირთ გადაადგილება. გადაადგილება ჭირს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვართ. ასე რომ და ადგილობრივი ხელისუფლება როცა მოდის წინა საარჩევნოდ, წლებია იცმენთ ამ დაპირებებს. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს მოთხოვნაც მათ ყურამდე მივა, ან რაღაცა იმოქმედებენ და რა ვიცი, ეს 5 წელია მეტი უფრო რომ ერთი და იგივე პროცესია და მე მგონი დაეკარგა ხალხს მაგ თემაზეც წარმოდგენა რა. დაუჯერება გვაჩნია ალბათ. სხვათა შორის, როცა ამ გზის პრობლემას ვაშუქებდით ერთი კვირის წინ, მერის წარმომადგენელმა, გამგებელმა ამ სოფლის თქვა, რომ ეს პრობლემები არ არსებობს სოფელშიო და იტყუებით და ამიტომ ამოვედით ახლა აქ სოფელში და რეალურად ვაჩვენებთ რა ხდება. რა შეგიძლიათ გითხრათ, რასაც მედია აშუქებს, რამდენად არის რეალური და ეს თქვენი პრობლემები რამდენად არის სათანადოდ წარმოჩენილი? რეალობა ესაა, რომ ყოველდღიურად ხედავ მიწევს ამ გზის გავლა და აი ეგ არის რეალობა. მეტი რეალობა მოვიდე თვითონ და ნახონ რა მდგომარეობა. კეთილი, მადლობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით კვირიკეს მეურნეობაში და აქ როგორც ხედავთ, სამანქანე გზის მოწესრიგებას ითხოვენ ადგილობრივები, მათ შორის არ აქვთ აქ დასახლებაში მცხოვრებლებს სასმელი წყალი, საუბარი ასევე არის იმაზეც, რომ ღამით გადაადგილება უჭირთ, რადგან არ არის გარე განათების სისტემაც მოწყობილი. გავაგრძელოთ კვლავ ადგილობრივების მოსმენა. მოგესალმებით, ქალბატონო, გითხარით თქვენს რა გაწუხებთ, რას ითხოვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რის მოწესრიგება გინდათ? გზის პრობლემა არის, არც წყალი არა, არც გარე განათება. მადლიერი ვიქნებით ყველა მოსახლეობა, თუ მთავრობა ყურადღებას მოგვაქცევს. რა ტვირთია განსაკუთრებით დიასახლისებისთვის, როცა სასმელი წყლის პრობლემა არის ამ სოფელში? რა ვიცი, ყველანაირი. წყალზეა დამოკიდებული სისუფთავეც და ყველაფერი აბსოლუტურად. წეგან ამბობდით, რომ ღამითო გადაადგილებაც ჭირს იმის გამო, რომ შუქი არ არის გარე განათების. გადაადგილება ალბათ გირთულდებათ, იმიტომ რომ სოფელში ეკალბარდით არის ეს ავტომობილო გზა თითქმის დაფარული, ღამით გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. ხო, წარმოადგენს, ტაქსს რო დაურეკო, ტაქსიც არ მოდის უკვე ყველა ტაქსისტებმა იციან, როგორი გზა არის აქ. რა ვიცი. ხო, რა, ისეთი მდგომარეობა არის, რომ ხედავთ თქვენაც. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენც გითხარით, ქალბატონო, რას ფიქრობთ, რის მოგვარებას ითხოვთ და ზოგადად აღწერეთ სოფლის გზის სიტუაცია და გარეგანათების სისტემის არარსებობა რას იწვევს? გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენ, ჩვენს მაყურებელს. ჩვენი ერთადერთი თხოვნა ისაა, რომ არ გვაქვს სასმელი წყალი, არ გვაქვს გზა და გარეგანათება. ძალიან მადლობელი ვიქნებით, თუ დაგვეხმარება მთავრობა და გაგვითვალისწინებს ამ ყველაფერს და მოგხედავს და დაგვეხმარება გზის პრობლემის მოგვარებაში, წყლის მოყვანაში და რა ვიცი, ყველაფრისთვის მადლობელი დავრჩები. აღწერეთ თვითონ სიტუაცია როგორი არის სოფელში, როგორი გზა არის, რა მდგომარეობაში არის. მაგალითად ვიძახებთ ან რეანომობილს და ან სასტრაფოს, ხო? ძალიან უჭირთ გადმოსვლა და თუ შემთხვევით ტაქსით ამოვედით, მაქა მეურნეობაში სადაც გზა არის, იქამდე მოგვიყვანს და მერე ვერ წავალო და იყო შემთხვევა რამოდენიმეჯერ მუშაობდი სამსახურში მოვიდა ტაქსისტი, ერთ ღამეს რო მომიყვანა, მეორე ღამეს მიცნო და არაფრით არ გამომყვა, რომ მე ამ ქალბატონს არ გავყვები, არ აქვს გზა მოწესრიგებულიო და რამოდენიმე შემთხვევა ასეთი გქონია. და პირველ რიგში ვითხოვთ წყლის პრობლემას, წყლის და გზა. წეგან ამბობდით, საუბრობდით იმაზე, რომ დაპირებებს ისმენთ ყოველ არჩევნებზე. რაზე მეტყველებს, როცა დაპირებას ისმენთ, ერთში არჩევნები გადის,
სრული 4 წელი სრულდება და პირობა არ შესულდა მეორე არჩევნებზეც ანალოგიური სიტუაცია არის. რატომ ატყუებს ხელისუფლება ხალხს თქვენი აზრით? არ ვიცი, მაგას მე ვერ გეტყვით, მაგ ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რატო გვატყუებს და რატო არის წინა საარჩევნო. ვერ ხსნი, ვერანაირად ვერ ხსნი, თუ არა ყველას ჩემი სახსრებით და ჩემი ძალებით დავეხმარ როგორ ავხსნა. მაგრამ რა ვიცი მე რატო ასე გვპირდება ჯერ გული გვტკივა ძალიან. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით ბატონო, რას ფიქრობთ ამ გზაზე, როგორ გადაადგილდებით, განსაკუთრებით ღამე როცა არ არის გარე განათება? მოგესალმებით. გარე განათებას რაც შეეხება ღამე რო გამოვდივარ სამსახურიდან მოვდივარ. დაგუბებული წყლები, წვიმა, უამინდობა რაღაცა, სახში რომ მივდივარ, არაფრად აღარ ვარგივარ რა. წყალი, გზა, როგორც ასეთი, ინტერნეტს თავი დავანებოთ, მაგრამ მაგით საჭიროა, ხო? არანაირი პირობები არ გვაქვს. გაჩერდი სოფელში, როგორ გაჩერდება კაცი? ეს ამას ახსნა, ხო? ხო, სოფლები რომ იცლება, დიდი ალბათობით ამაზე არის დამოკიდებული. დიდი ალბათობით ამაზეა დამოკიდებული, რომ პირობები უნდა მოგცეს ჩვენ, მიწად მოქმედი რო ვარ, დავამუშაო უნდა მიწა და მოურწყო უნდა და რაღაცა უნდა მევიყვანო, ხო? არანაირი პირობები არ გვაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთიდან არ ახართ შორი მანძილით დაშორება, სადღაც 3-4 კილომეტრი ხართ ცენტრიდან, ანუ არ არის მაღალმთიანი სოფელი და მაინც გზის პრობლემა არის. მაგი ახლა ჩვენ რა აზრი აქვს ქობულეთთან ახლოს ყოფილი ვარ თუ რა მაინც ფეხით გავლა მიწევს ყველა ვარიანტში. თუ გინდა იყო კილომეტრში, მაინც ფეხით გავლა ვიწევს და გზაც რო არ გექნება ფეხით გავლა. ძალიან რთულია ეს. გასაგებიდან აგერ ჩანს ყველაფერი რა. გასაგებია. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. აი ასეთი არის მდგომარეობა ახლა ამ სოფელში ვისმენთ ადგილობრივების მოსაზრებებს, სათქმელს. გავესაუბროთ სხვებსაც, ვინ შეძლებს ჩვენთან საუბარს. გითხარით, აბა მანქანით გადაადგილება რამდენ სირთულეს წარმოადგენს და ზოგადად წყალი როცა არა გაქვთ სოფელში გარე განათება, რა პრობლემებს ქმნის ეს? დაახლოებით, რავი, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მე რაც მახსოვს, აქ ნორმალური გზა ამ ხალხს არ ღირსებია. რავი, და 21 საუკუნეში ესე მგონია, რომ ძალიან სირცხვილია, რომ გზაზე, ანუ სავალ გზაზე რომ ესე პრობლემა იყოს და კიდევ არ იყოს შეკეთებული, ან მინიმალურ დონეზე მაინც რა. ეს ყველაფერი რავი, გაასფალტება არ მოხდა რა აქ. წყლის პრობლემა ყოველთვის რაც მახსოვს, აქ წყლის პრობლემა და რითიც სარგებლობენ ახლა. ნუ ახლა უამინდობის დროს ვაფშე არ აქვს წყალი ამათ და ეს ძალიან დიდი პრობლემაა და რასაც ვამენ, ისიც ვარგისიანი არის თუ არ არის, შესაბამისად ლაბორატორიულად შემოწმებული არც კი არის მგონი მე ვფიქრობ და რა რაც შემიძლია ვთქვა რომ ეს ყველაფერი მოსაგვარებელია ნამდვილად რა. გასაგებია, მადლობა. კიდევ შემოგვიერთდნენ აქ ადგილობრივები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა რა გაწუხებთ აქ? ვიცით რომ გზა შუქი არ არის, სასმელი წყლის განსაკუთრებული პრობლემა არის. გითხარით, როგორი არის სოფლეთ ცხოვრება, სადაც ელემენტარული პირობები არ არის? ძალიან ძნელია. წყალი არ აქვს, შუქი არ აქვს, გზა არ აქვს, მაგ ცხოვრებას რა ავიღოთ და მაინც გიწევს წვალება და მთელი რა ვიცი. ძალიან ძნელ პირობებში ვარ სხვადასხვა. გასაგებია. მადლობა. თქვენც გითხარით, ბატონო, რას ფიქრობთ, რას ითხოვთ, რომ მოგიგვაროთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ? გზას გვინდა რომ გზა გიგეთოთ, წყალი გიგეთოთ და დეგუეპატრონოს როგორც საჭიროა. ეხლა ყველაფერში ასე დახმარება გვინდა ჩვენ. რა მდგომარეობა არის სოფელში რომ აღწეროთ გაცილებით უკეთ? უკეთ რაფერი ანუ გზა რა მდგომარეობაში არის, სასმელი წყალი რატომ არა გაქვს? რატომ არ გვაქვს და 10 წელიწადი არის წყალი არ გვაქვს. 10 ბოლო 10 წელი. ხო. და რაღაცნაირად დავიცი, დეგუეხმარებით, მადლობას ვიხდით. არ დეგუეხმარებით, კიდევ მადლობა. აი საინტერესო არის ის, ახლა მე ვხედავ რომ გახურავთ მართველი პარტიის მხარდამჭერი ქუდიც და თქვენ საუბრობთ პრობლემაზეც საუბრობთ. ისე შემჩათ. თორემ არა ხართ მხარდაჭერი თუ ყველასი ვარ ჩვენ ამეს არ უშლის მე. მიცხრა კაია მისკენ ვარ ჩვენ. ხო, მაგრამ ეს პრობლემები, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ არის ჯერ მოგვარებული ამ სოფელში. ნუ ის მოგვარდება. ეს უნდა კითხოთ თქვენს რჩეულებს, რომლებსაც ირჩევთ არჩევნებზე. მე რა ვიცი.
დაპირებებს ისმენთ ხომ წინასაარჩევნოდ? ვისმენთ, მაგრამ სად არის კეთდება ისმენა თუ რა? არ გვეხმარებიან რამესა? რა დაპირებებს ისმენთ არჩევნებზე, როცა არის თვითმმართველობის არჩევნები თუნდაც საპარლამენტო ეკეთებიეს, გზასნაგი ეკეთებიეს. ყველანაირი დახმარებანა ყოფილა, მაგრამ არც აქედან რომ როგორ დამთავრდა ისა, და წელი იგებდა და ნახეთი ხალხი, ნახულობ. რატომ არ ასრულებენ დაპირებებს თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ვიცი. რა ვიცი, მათი საქმეა და ჩვენ ვერ შევეხებით მათ. ჩვენ პატარები ვართ, იმისი არ ყავს მათთან პატარა ვართ. თუმცა ხალხს აქვს ძალა იმისთვის რომ მოითხოვოს საკუთარ რჩეულს მოთხოვოს რომ ეს ელემენტარული პრობლემები მოაგვაროს. ხო, ყველანაირად თხოვთ რომ საქმე გაკეთდეს. არა, რა ვიცი და. რაღაცა ახლა სხვა შეეკითხეთ. გასაგებია, მადლობა. მოდით სხვებსაც ვკითხოთ, რას ფიქრობენ ისინი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით აბა რა სიტუაცია არის სოფელში, სადაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებაზე ჯერ კიდევ ადამიანები საუბრობენ. პრობლემა ახლა ყველა სოფელში, მაგრამ ჩვენთანობა ნამეტარია და 21 საუკუნეში ადამიანს რომ წყალი არ გექნება ელემენტარით, რომ კაცი მუშვა და დალიო რაღაც ცხოვრება და თორა სხვა პრობლემა, მაგია პრობლემა, გზა და წყალი. სტადიონი ჩვენ არ გვაქვს და ელემენტარად ბაღანა იმაში გამოვიდეს ქუთაისში, რამე გასართობი არ გვაქვს. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით ბატონო, რას ითხოვთ, რა წლებია, რაც ამ პრობლემაზე საუბრობთ? რა წლებია და რაც კომუნისტები დაიშალა, მას მე არც წყალია და არც გზა ამ ჩვენ სოფელში და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, გზა და წყალი. შუქი. განათება ხომ უნდა იყოს შუქში, საღამოს გადიხარ სამსახურიდან მოდიხარ ფეხით რაღაცა, ჯერ ამხელა კენჭებში და ამხელა ტალახში რომ ფეხით გევლი განათების გარეშე. რა უნდა მეითხოვო მეტი კაცმა? მეტი არაფერი არ უნდა მეითხოვო. გასაგებია, რომ თავარი პრობლემა არის წყალი, გზა, განათება. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით ბატონო, აბა რა სიტუაცია არის სოფელში, როცა ელემენტარული პრობლემის მოგვარებას ითხოვს ადამიანი წლების განმავლობაში, მაგრამ რეაგირება არ ხდება. ეს იგივეს ვიტყვი რა, ანალოგიურს, შუქი, გზა, წყალი არ გვაქვს ძალიან დიდი ხანია. კაცი შვილი, ასე რომ თქვა, ჩვენი მომკითხავი არ არის ერთადერთი კაცის გარდა. ბატონი გიაჭყონია ხანჯელ გამოივლის ამასინად ცუდი ამინდირო ვიყო მათი სახსრებით ტრაქტორი მოგცენ გაგვისწორენ გზა შელამაზდა გაწვიმდა ისევ გაფუჭდა დანარჩენი რა უნდა ვთქვა ფაქტის სახეზია შეგიძლია რა მანქანით მოვიდა ამ გზაზე რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში ბატონი გია მისი მან თვითონ არ ყოფილა მაგრამ ტრაქტორი მოგცა წამოვიყვანეთ და გავაკეთეთ ხო და დანარჩენს მე მგონი ინტერვიუს აზრი არ აქვს იმიტომ შეგიძლიათ გაიაროთ და გადაიღოთ ყველაფერი კიჩანა ფაქტის სახეზია რა ეს ვერაფერს ვერ ხო, თქვენთვის მარტო გზის მოხრეშვა მოაგვარა მეტი ვერაფერი. იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ, სასმელი წყალი არ არსებობს, გარეგანათება არ არსებობს, გზა არ არსებობს და ინტერნეტი არ არსებობს ამ მიმართულებით. ზოგიერთ ოჯახს არ აქვს ინტერნეტი იმის გამო, რომ მიუწვდომელი არის მაგალითად ამ დასახლებაში გვითხრეს 200 ოჯახზე არის საუბარი და თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ რაღაცა მაინც კეთდება. რა ვიცი აბა გაკეთების რა გითხრათ მაგრამ ჩვენ სოფელში არაფერი არ გეთდება ნუ იმედი მაინც გვაქვს რა რომ გაკეთდება ოდესღაც გაკეთდება მაგრამ როდის არ ვიცით რა დაპირებები არის ჩვენთან არის მაგრამ ყავს 2-3 გასაგებია აი თქვენ ისმენდით პირდაპირ ეთერში აქ მცხოვრებლების სათქმელს მე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ რომ ვიმყოფებით კვირიკეს მეურნეობის დასახლებაში სადაც ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ საავტომობილო გზის მოწესრიგებას ასევე გარეგანათება არ არსებობს ამ დასახლებაში და რაც მთავარი არის სასმელი წყალი როგორც კი ზაფხული დადგება აქ მცხოვრებლები დამოკიდებული ხდებიან წვიმის წყალზე. სხვა შემთხვევაში აქ სასმელი წყალი ფაქტობრივად არ არსებობს და ამის მოგვარების პირობას ისმენენ ყოველ არჩევნებზე, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ კადრში გიჩვენებთ თუ რა მდგომარეობაში არის ეს გზა. წყლის გუბეებით არის დაფარული, შეგვიძლია ბატონო მამკა, შეგვიძლია ცოტა გავიაროთ და ვაჩვენოთ კიდევ მაყურებელს გზა რა მდგომარეობაში არის საინტერესო არის ისიც რომ აქ ადგილობრივები საუბრობენ რომ მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართეს ამ გზის მოგვარების მოთხოვნით თუმცა მხოლოდ დაპირებებს ისმენენ და სხვას ვერაფერს
საინტერესო გარემოება არის ისიც, რომ ამ სოფლის შესახებ აჭარა Times იყვებოდა დაახლოებით 1 კვირის წინ ჩვენ ფოტოსურათების მეშვეობით გავაშუქეთ ადგილობრივთა პრობლემები, რომლის ქვეშაც კომენტარი დაწერა ამ სოფლის გამგებელმა, რომ აჭარა Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სწორედ ამიტომ ამოვედით ამ სოფელში, რათა უკეთ გვეჩვენებინა თუ რა სიტუაცია იყო ადგილზე, ასევე ჩვენ მოგასმენინეთ ადგილობრივთა ხმა და ისინი ცხადი ადასტურებენ იმას, რომ აქ მდგომარეობა არის ასეთი, ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად გზა ეკალბარდით არის დაფარული და აქ გადაადგილება ფაქტობრივად რთული არის განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, ცუდამინდში. აი ვხედავთ ბატონო მამუკა რა ხდება 200-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს ამ გზით და რა მდგომარეობაშიც არის. აუსაზლის პირობებში ვიმყოფებით. აი ნახეთ ბარდეკალს აქვს თლიანად დაფარული მთელი ტერიტორია უბრალოდ გზა ამორტიზირებულია და საშინელ მდგომარეობაშია და გვინდა რომ ხელისუფლებამ მოგვაქციოს ყურადღება რომ სასმელი წყალი გზა და განათება 21 საუკუნეში როგორ შეიძლება ხალხს ამ პრობლემებით კონდეს საუბარი მერიასთან. იქნება გამოყონეს სახსრები და მოგვაქციონ ამ მოსახლეობას ყურადღება. ჩვენ ამ უგზობის გამო სოფელ ბობოყვათის მაცხოვრებლებს გვიწევს 5 და მეტი კილომეტრების გავლა, რათა ქალაქში ჩავიდეთ და ეს გზა არის უახლოესი დამაკავშირებელი გზა ქალაქთან. ამიტომ თხოვნა იქნება მოსახლეობის სახელით ვიტყვი, რომ მოგვაქციონ ყურადღება. გზა გაწმიდონ, მოაწესრიგონ, რომ დაემსგავსოს დაეწიოს 21 საუკუნეს, ამას ვიტყოდ. მას შემდეგ რაც ყურადღება არავინ მოგაქციათ, გადაწყვეტეთ რომ მედიით ისაუბროთ ამ პრობლემის შესახებ. ფიქრობთ რომ მედიით გაშუქებული თემას უფრო გაცილებით მეტი რეაგირება ექნება, რადგან ისინი უფრო ინტერესდებიან დროულად. რა თქმა უნდა, რო არ იყოს მედია და რო არ იყო თქვენ და რო არ მიქონდეთ თქვენ ეს ხალხის გულის სატკივარი სხვა მოსახლეობაზე, რომლებიც ხედავენ ამას ტელევიზიით, ალბათ არავინ არ ყურადღებას არ მოგვაქცევდა. ნახეთ რა მდგომარეობაშია, გუბეები დგას, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან. ანუ ტაქსი რო გამოიძახო, ტაქსის მძღოლი ადგილზე არ მოდის, ზოგჯერ აი სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი ეზარება ადგილზე მოსვლა და როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში აპყოფო ხალხი რა. გასაგებია, კი ვხედავთ ნამდვილად ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ამ სოფლის ნაამბობი თითქოს ყველაფერი მოგვარებული არის კვირიკეს მეურნეობაში, რეალობას არ შეესაბამება და რეალობა არის ის, რასაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, წყლის გუბეებით დაფარული სამანქანე გზა, ეკალბარდით მოცული მიმდებარე ტერიტორია, აქ არ არსებობს გარე განათება და თქვენ ალბათ ხვდებით ღამით რა მდგომარეობა იქნება აქ გადაადგილების თვალსაზრისით. იმიტომ რომ სოფელში მცხოვრებთა უმრავლესობა დამოკიდებული არის ქალაქში სამსახურებზე და ისინი ყოველდღიურად ქობულეთიდან, სოფლებიდან დადიან ქობულეთში იმისთვის რომ იმუშაონ და როგორც თავად ამბობენ, ღამით ტაქსის მძღოლი მათ უარს ეუბნება ამ სოფელში წამოსვლაზე, რადგან ცუდი გზა არის. გარდა ამისა, პრობლემა არის ისიც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც უჭირს აქ ამოსვლა, როგორც თავად ამბობენ აქ მცხოვრებლები, იმიტომ რომ ცუდი არის ავტომობილო გზა და საუბარი არის დაახლოებით 200 ოჯახზე, რომლებიც ითხოვენ გზის მოწესრიგებას, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, გარე განათების სისტემის მოწყობასაც. აი ვხედავთ ფაქტობრივად რეზინის შექმნები არის საჭირო იმისთვის, რომ ეს გზა გაიარო, იმიტომ რომ წყლის გუბეებით არის დაფარული, მიუხედავად იმისა, რომ მზე არის, აქ მაინც ატალახებული არის მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილებისთვის არის მდგომარეობა რთული, რადგან მათ უფუჭდებათ ავტომობილები ცუდ გზაზე გადაადგილების გამო. ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ კომუნიკაცია გვექნება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, თუ ისინი რაიმე ტიპის კომენტარს გააკეთებენ ამ საქმეზე, ჩვენ ცხადია მზად ვართ რომ მოვუსმინოთ მათ, მათი განმარტება საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, რას ფიქრობენ ისინი. მოკლედ, თქვენ უყურებთ აჭარა Times-ის პირდაპირ ეთერს. მადლობა იმისთვის, რომ გვიყურებთ, მადლობა იმისთვის, რომ გვენდობით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ცხადია, ჩვენ
კვლავ ვრჩებით ხალხთან და ხალხის ხმას მოისმენთ აქ. ნახვამდის.